მოგესალმებით, რომელია ყველაზე საშიში საკვები საჭმელ სასმელი. შეიძლება ჩამოვთვალოთ კოკა-კოლა, გაზიანი სასმელები, კბილის სასმელები, პეპსი-კოლა და ასე შემდეგ. გადამუშავებული ხორცი, თონკალბა, ძეხვი, ეკონები და მრავალი სხვა. შეხვდებით მრავალ ვიდეოს 10 ყველაზე საშიში საკვები, 5 ყველაზე საშიში, 8 ყველაზე საშიში კი მართალ წერენ, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე საშიში გეტყვით მე ვიდეოს ბოლოს ყველაზე საშიში საჭმელ სასმელი რაც არის, რომელმაც შეიძლება წამიერად მოურჩენელი დაავადება გამოიწვიოს ან და ან პათოლოგიურად დამთავრდეს მოკლეს ადამიანი. ასევე შეიძლება საშიშ საკვებში ჩავთვალოთ საჭმელ სასმელში ზოგჯერ რძე ჩვეულებრივი ცნობილი ამბების გამო, რომლებიც სკრინტიანი რძით სახელით არის ცნობილი, ძროხებს რომ აჭმევდნენ ქათმის და ძალიან ბევრი დაავადებები ეგეთ საშიშია. მაინც რა არის ყველაზე საშიში? რაც ბევრ დაავადებებს იწვევს. პირადად ერთი რაც მე ჩემ თავზე გამოვცადე და რამაც გამახსენა ის მწარე ტკივილები, დასაწყისი, რაც ინფარქტის დროს გადავეტანე. როგორც განვაცხადე, მე დიაბეტს და წნევას წამლების გარეშე ვაკონტროლებ, სრულიად ნორმალურად მაქვს. სპეციალური ვიდეო მაქვს ამის შესახებ, ამაზე აღარ ვილაპარაკებ. და სხვადასხვა ბალახეულ საშუალებებს პარალელურად ვიყენებ, ვარდკაჭაჭას ნახენს, თუთის ფოთლების, პიტნის, კომშის ფოთლების, ბაბუაწვერას და კაკაოს და მრავალ სხვას. ერთხელაც დამეწყო ეს გულის კოზე შეგნით ტკივილი, მივამგზავრს ეს ტკივილი ინფარქტის წინა პერიოდს. დაიწყო მხოლოდ ის უფრო საშიში იყო. მეც რა ვთქვი, რაღაც ვერ არის საქმე და იმ წუთში გადავწყვიტე და მე ჩემს მკურნალ ექიმთან, ბრწყინვალე ადამიანთან პირველ რიგში და მეორე ბრწყინვალე ექიმთან, პრივატ ტექნიკის კარდიოლოგში გიორგი გოგიშვილთან. ჩაწერილი ყავი 6 თვეში ერთხელ მაინც გავდივარ მასთან კონსულტაციას და ჩავდივარ თბილისში და ჩავწერილი ყავი. და მანამდე ეს ტესტი რა მე მომიფიქრა. რეკავ ხოლმე ვიდეოს ვაგზავნი და ის მისვავს ეს ანალიზი გაკეთე, ის ანალიზი და ჩაწერაზე და დღეზე თანხმდებით ხოლმე. და მე მივიტანე ეჭვი ერთ-ერთ პროდუქტზე. ეს ყველაფერი გამოურიცხე ეს რაც პირადად ჩემი ბაღიდან იყო, ის არ იქნებოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის აბდექი და აბსოლუტურად ყველაფრის მიღება შევწყვეტი. ყველაფრის მიღება, რომ დამედგინა ეს მწარე ტკივილები. ყოველდღე დავდგებოდით 15-20 წუთი. ვიჯექი მეტი არაფერი. მხოლოდ ამ დროს გამივლიდა. როდის გამივიდა, დავიწყდი კარხასიაძე, მე დავდგებოდი. ეს საშინელი ტკივილები გიჭირს. აღარ მიდამ ტკივილების აღწერა.
ყველაფერი შევწყვიტე რამდენიმე დღეში 2-3 დღეში გაიწმინდა ორგანიზმი. მარტო საჭმლის ჯამდი მეტი არაფერი დამატებითი შევწყვიტე. გაიწმინდა ორგანიზმი. რა თქმა უნდა ის სხვადასხვა წამლები დიაბეტისა და იმის გარდა, ეგესაც გადაყრილი მაქვს, იმ სხვა წამლებს გულზე და არითმიაზე და იმაზე რაც მაქვს, მაგათ ყოველთვის ვიღებდი და ყოველთვის ვიღებ. რატომ გიორგის გოგიშვილის დანიშნულებას. ეხლა გამიარდა, უნდა დამედგინა, რომ რამე მიყვანა აი ამ მდგომარეობამდის. კინაღა მეორედ იმპაქტანტს. რამ წამალავდა რა, ასე რომ ვთქვათ. და რაზეც ეჭვი მქონდა, რომ ეს წამალავდა, რასაც მალე იმას გიზავთ. გეტყვით. ეს წამალავდა. ნაყიდი. მარტო იმისი მიღება დავიწყე, დანარჩენი ჩვეულებრივად დავივიწყე დროებით. და რამდენიმე დღეში ისევ დამეწყო, დამთავრდა ცდის ჩატარება, ბატონ გიორგისთან გადაწასვლაც გადავდე, ჯერ ადრიან და დავადგინე. ეხლა არ გეგონოთ, რომ რაღაც ახალ სასწავლო რაღაცას გეუბნებით. სანამ ამ წამლის სახელი დაგესახელოთ, საწამლავის საკვები, რომელიც ათასობით ადამიანს უყვარს და მეც მიყვარდა. ერთ მაგალითს გეტყვით, ძალიან ძვირად ღირებული, რაც არის ხშირად ის ფალსიფიცირებულია. მაგალითად აღმოაჩინეს, რომ აყალბებდნენ სუნელებს, ძალიან ძვირად ღირებულ სუნელებს და უბრალოდ პირუტყვის ბალახს ურევდნენ, ბალახს პირდაპირ დაფქვილი და დამთავრდა, წავიდა. ამ შემთხვევაში ის დაფქვილი ბალახი უნდა გამოირიცხოს, ყავაც გამოურიცხე, ყავა, ერთი ჭიქადილი, თან მაქსიმუმ 2 დილით ერთი და ცოტა ხნის მერე, საკვების მერე ერთი და მეორე იმის მერეც კიდევ ერთი, მეტი არა. ყავა. ეგეც გამოურიცხე. ესე იგი, რა მინდა ვთქვა? რაიმე კონკრეტული ახლა სასწაულს არ ვიტყვი, რამე მიყვანა ამ მდგომარეობამდე. მორიგი გაყალბებული, სასმელ საჭმელი, დაფქვილი საჭმელი. ეს იყო გაგიკვირდებათ და არ მინდა კონკრეტულად თქვა მაღაზიაში ვიყიდე, იმ მაღაზიაში, მერე იმ მაღაზიებს დავუშვათ. ყველა მოწამლულია უმრავლესობა, რაღაც პრობლემები შეუქმნან ზოგმა ქართული ჯგუფ პონჩი მოაგვაროს ეს თავის პრობლემები და საქმე ისევ წავა. როგორც ის ქათმის იმის კარევის ის როგორც ჩანს მოგვარდა და ასევე მთელი ის რომ იყიდება თევზები, უძვირფასესი, გემრიელი, ასე კარგი, მაგრამ მერე სხვა მხრივ ვარჩუნებენ მათლით და არაჰიგიენური, ერთი სიტყვით საწამლავი რა, საწამლავად ქცეული. კარგი, ახლა ქება იყო, რეკლამა იყო, ორჯერ თუ დალევთ, ისიც თავიდან ახლა ინსტრუქცია ყველაფერს ვითვალისწინებთ ხოლმე და უმჯობესიაო მეორე თუ დავიწყე, ხან სათმის ჭამის წინ ვსვამდი სასმელს, ხან სათმის ჭამის მერე. მაგრამ მე რომ დაგავიგე ეჭვი რომ ეს არის და დავიწყე პირდაპირ მარტო როგორც ინსტრუქციაში იყო და როგორც ურჩევდნენ ვინც კიდე სხვა რჩევები იყო საჭამის მერე. ეს იყო ყველას არ გაგიკვირდებათ, იმიტომ ყველაფერი მოწამლულია და
ერთი ჩემი საყვარელი სასმელი კაკაო, დიახ. ბევრი დადებითი ფაზე შეიძლება ვილაპარაკოთ და შევწყვეტე ამ კაკაოს ეს მიღება. რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად არის. ძალიან ბევრ დავადებებს გამკურნავთ თუ ერთი სიტყვით დაბქვილი რაც არის გადამუშავებული მაგას ნუიყიდით. ჯობია სოფლის პროდუქტები, სოფლელ ადამიანს რომ აქვს ჩამოტანილი რაღაც აი მათი პროდუქტები იყიდო, ისინი რასაც ყიდიან, ვიდრე სხვა. ეხლა ყავას კი ჩვენ თვალწინ რო ყიდულობთ იქ გვას, ხოლო დას. მაგრამ არ გეგონოთ იქ კოფეინი იქ გამოცლილია იქ თუ მოახერხებენ რომ აი გერმანიის სუპერმარკეტებში კოფეინი თვითონ დაბქვილიდან არა დაუქვავიდან რაღაც ვაკუუმური წესით იყო გამოცლილი ამოღებული კოფეინიდან ის ძალა არ აქვს ჩვენთან რაც არის აქ რაც საერთოდ აქვს უნდა კონდეს კოფეინს ასე რომ ყველა ფერი გახალბებული ყველაფერი ისე სოფლის პროდუქტი საკუთარი მიწა კონდეს საკუთარი პროდუქტი მოიყვანე და ყველაზე ნაღდი ეგ არის შემოგვაქვს და იხდიან რასაც იხდიან იმის შესაბამის პროდუქტებს აძლევენ ფალსიფიცირებული ეს უკვე სხვა პროგრამა და აი წამლავს მე კონკრეტულად მე ამას ანტირეკლამას არ უწევ ყავას ის შეიძლება ნებისმიერი პროდუქტი ზოგი მაღაზიაში ზოგი შემოთმული ზოგი მომწამლელი იყოს ზოგი არ იყოს წერა რამდენიც უნდა იმის ეკეთეზე ის თუ მოწამლული აქვთ და გარეული აქვთ იმას უკვე აღარაფერი არ ეშველება ასე რომ ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და სიფხიზლეს ყველაფერს ნოვენდობით ამ რეკლამებს ნოვენდობით ეს წამალი ეს საკვები ასეთია და ლამის უკვდავების წამლად ასაღებენ უბრალოდ უნდა გამკაცრდეს კანონი აი ადამიანი ყველაფერი ისე ქათმის იმის დამზადებულ რძეს აი ეს ამას რო ჩაიდენენ უნდა დაისაჯოს უმკაცრესად უნდა გამკაცრდეს კანონები სხვა არაფერი არ გვეშველება გისურვებთ ყველა ჯანმრთელობას